მინდა მივულოცავ ვეფხიას დაბადების დღე. ჯამთელად იყავი, ბედნიერად იყავი, არ ინერვიულო, ჩვენ ყველანი კარგად ვართ. ბრძოლის ჟინი არ დაგვიკარგავს, მალე და ვიბრძვით ყველგან, როგორც შენ ხოლმე მეუბნები, არ ინერვიულო, ეს ბრძოლაში ვარ, აქაც ბრძოლაში ვარ და ტყუილად არა ვარ მე აქ ბრძოლაში ვარ და აქედან გამომდინარე ხო რაღაც საქმე აქაც კეთდება, მოკლედ აქ ციხეში ყოფდი და კარგად იყავი, ჯამთელად გვიყარხარ ყველას და ჩვენი იმედი გქონდეს ცალკე რომ ჩვენს ბრძოლაში ვართ, ყველგან ყოველთვის არ ვაპირებთ ბრძოლის ჟინის დაკარგვას და სანამ თავისუფალი არ გათავისუფლდება საქართველო და სანამ თავისუფალი არ იქნება ჩვენი საუკეთესო ვაჟკაცები და რა ვიცი მებრძოლეები და რა ვიცი ელინე, არაერთი დაკავებულის მშობელი სხვათა შორის ან და ხშირად არიან ხოლმე ისინი ჩვენი სტუდიის სტუმრები ამბობენ, რომ მათგან უფრო დიდი მუხტი მოდის აი ამ გამხნევების და შეძახილის და ეს ალბათ თქვენთვის ახლა ბავშვებთან ერთად ცხოვრობთ მარტო დამოუკიდებლად, თქვენი მეუღლე ციხეშია, ეს მესმის როგორ ართულებს თქვენს ყოველდღიურ ყოფას, როგორ მოქმედებს ეს ასეთი ვთქვათ შემოძახება თქვენთვის აი ყოველდღიურ ცხოვრებაში? მხნედ არის ვეფხია ნამდვილად, იმიტომ რომ მაქვს ხოლმე პერიოდები, როდესაც ცოტა მოვდუნდები, რაღაც ნერვიულობ ხოლმე, მაგრამ როდესაც დამირეკავს ისეთი ყოველთვის რაღაც ძალიან მამხნევებს და ყოველთვის მეუბნება, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ცოტა ხანი მოვითმინოთ, ყველაფერი კარგად იქნება, რა ვიცი, მამხნევებს და მეც ეს მაძლიერებს, რა თქმა უნდა. ორ დღეში ჩემი გოგოს დაბადების დღეა და მითხრა რომ გადახდაო არ გვიდაო დაბადების დღეს, მარტო ტორტი მომიტანეო და მეო სანთლებს დავანთებ და ჩავიფიქრებ რომ აი მამა რო გამოუშვან მალე და ძალიან ესეთ სიტყვებმა იმოქმედა ჩემზე ცოტა, მაგრამ ძალიან ბედნიერები იყვნენ დღეს მამიკოსო არ ეცნოსო. მთავარი სურვილი ის არის რომ შეიძლება მალე ნახოს მამა გვერდით. დილა რო გათენახო წავალ და მამიკოს ხო მიულოცავთ არ ეწყიდოსო რომ არ მივიდეთო და რა ვიცი, ყველაფერი კარგად იქნება, მჯერა ნამდვილად არ ვკარგავ იმეს, მე ოპტიმისტი ვარ და მიუხედავად იმისა, რომ რაც ხდება დღეს სასამართლო ეგრეთ წოდებულ რაღაც სასამართლო სპექტაკლებზე, დარბაზებში ხდება, ძალიან რთული სიტუაცია არის, თვითონაც ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან, როგორც მოსამართლე პროკურორები. მე პირადად ორი მოწმის ყურება და ჯდომა შემიძლია ეგ დარბაზში და მეც ვერ უძლებ ხოლმე და იცის მეუღლემ რომ დაუქნევ ხელს, მივიდვარ, იმიტომ რომ ძალიან მიჭირს, აი ვერ უძლებ ამ უსამართლობას, მაგრამ ძალიან მე მჯერა რომ ეს და მალე დამთავრდება, იმიტომ რომ არ შეიძლება ესეთი უსამართლობა, ესეთ განუკითხაობა ქვეყანაში. მჯერა რომ ფუნქციას დაიბრუნებს ჩვენი სასამართლო და ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა ელენე, დაგიბრუნდებით აუცილებლად. ეხლა თეონასთან მინდა გადავიდე, თეონა ჭალიძე იმყოფება ასევე ჩვენთან ერთად. თეონას ჰქონდა დღეს ჩაწერა ტელევიზიებთან, ცხადია კრიტიკულ არხებთან, სადაც ის კონკრეტულ საკითხს შეეხო. თეონა, განუკითხაობა ახსენა ელენემ და აი ამის მაგალითი თუ შეგიძლია მოიყვანო შენს პირად მაგალითზე ამ შემთხვევაში, თუ არ ვსწრები დღეს მზია ამაღლობელსაც ახსენებდი და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა თავისუფლება და სოლიდარობა მზია ამაღლობელს და მალე გათავისუფლება და იმ უსამართლობის დამთავრება რაც ხდება მასთან დაკავშირებით. აი რა სიტყვით თქვენ ამ მაგალითების თვალსაზრისით და თქვენი პირადი მაგალითი ამ შემთხვევაში რისი მთქმელია? მივესალმები თქვენს მაყურებელს, მივესალმები სინდისის პატიმრებს, პოლიტპატიმრებს, იუბილარებს ვულოცავ დაბადების დღეს, მალე თავისუფლებას ვუსურვებ და მადლობას ვუხდი ყველას ამ ბრძოლისთვის, ჩვენ მათი სახელები და გვარები სათითაოდ ვიცით და ალბათ თაობებს სწორედ ეს სახელები და გვარები უნდა შემოვუნახოთ და ზეპირადაც უნდა ვიცოდეთ. იმიტომ რომ ეს ადამიანები ყოველდღიურად თავიანთი თავისუფლების სანაცვლოდ ჩვენი თავისუფლების და ჩვენი ქვეყნისთვის იბრძვიან და კიდევ ერთხელ მადლობა მათ ამის. დღეს ჩვენ ქალ პოლიტიკოსებს გქონდა სიმბოლურად ქორთიარდ მარიოტთან შეხვედრა და გავიხსენეთ 4 დეკემბერი 2024 წლის 4 დეკემბერი, როდესაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს გქონდა იქ შეხვედრა და იქიდან გამოსულებს მოგვიწყვეს ჩასაფრება ერთგვარი და თურმე გადაცმული პოლიციელები იყვნენ წარმოდგენილნი, რომლებსაც არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ ჰქონდათ, რომ
ჩვენ ისინი ამოგვეცნო როგორც პოლიციელები, არც ნიშანი ჰქონდათ, არც რამე სამკერდე, არც ფორმა და ისინი სტანდარტულად გამოიყურებოდნენ ისე როგორც ეგრეთ წოდებული ტიტუშკები, როგორც სახელმწიფო გუნდის მიერ დაქირავებული ადამიანები ხოლმე, რომლებიც ხშირად ხვდებიან ხოლმე თავიანთ ოპონენტებს და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს და სხვადასხვა შეხვედრებზე გვინახავს ჩვენ ისინი ხან ხელკეტებით, ხან ქვებით შეიარაღებულები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შესაბამისად ჩვენ როდესაც ქორთიარდ მარიოტიდან გამოვედით, იქ იყო დაპირისპირება და ჩვენ როგორც ყველა იქ მყოფ ადამიანს წარმოდგენა არ ჰქონდა იმაზე, რომ ამ შავი სამოსის, ამ პირბადეების და ამ ეგრეთ წოდებული ქუდების და კაპიუშონების უკან იყვნენ მოქმედი მაღალჩინოსანი პოლიციელები. შესაბამისად, მე მქონდა მცდელობა იმისა, რომ ერთ-ერთი მათგანისთვის ეს ქუდი ჩამომეხადა და ახსოვს მაყურებელს ცნობილი ჩამეხედა იმ თვალსაზრისით, რომ მე თქვა არ გრცხვენია ამ საქმისთვის, რომ შენს თავს წირავ და ასე ვთქვათ, ამ უღირს საქმეს ჩადიხარ და ამ დროს პოლიციელის მხრიდან, რომელიც მოგვიანებით გავიგეთ, რომ თურმე პოლიციელი ყოფილა, მთელი ძალით მივიღე დარტყმა სახის არეში და ძალიან ძლიერი და მტკივნეული დარტყმა იყო. ამასთან დაკავშირებით მე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მივმართე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატთან ერთად და რა თქმა უნდა დიდი მოლოდინი არ მქონდა, რომ ამ საქმეში დაზარალებული სტატუსი მომეცემოდა და გამართლა კიდეც ეს მოლოდინი. აქ მიჭირავს მე ხელში უკ დოკუმენტი, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურმა, პროკურატურამ და სასამართლომ არანაირი რეაგირება სათანადო არ მოახდინეს, მით უმეტეს, რომ ყველაფერი ეს გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში და შავით თეთრზე ჩანს. თეონა, ეხლა რატო ყოფი ამას, რომ ეს არის შერჩევითი სამართლის მაგალითი, ხო? როდესაც ჩვენ პარალელის გავლებაც შეგვიძლია უკვე ეს სახეში, ვთქვათ, გახმა, უკვე ისეთი ამბავია. ჩვენ პარალელი გავავლეთ იმასთან დაკავშირებით, რომ აი დღე-დღეზე უნდა გამოცხადდეს მზია ამაღლობელის განაჩენი და მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება მოგეხსენებათ იმისთვის, რომ სილა გააწნა პოლიციელ ირაკლი დგებუაძეს და მაშინ, როდესაც პოლიციელი ქავთარაძე მე მირტყავს ხელს, ეს ნაკლებად მტკივნეული იყო და არ იყო საყურადღებო თუ როგორ არის ეს საქმე. აი, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ სისტემურად თვალის დახუჭვას პოლიციელების და ამ სისტემაში მომუშავე ადამიანების ძალადობის ფაქტებზე, სამაგიეროდ ჩვენ ვხედავთ, როგორ უდანაშაულოდ სრულმოწმეების სიტყვაზე და თეთრი ძაფით შეკერილი საქმეების გამო ადამიანები სხედან ციხეში. სწორედ ამიტომაც თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება ჩვენს სინდისის პატიმრებს. დიდი მადლობა თეონა, დაგიბრუნდები. ხა მინდა რომ ლევან იშიანძესთან გადავიდე, როგორც აღნიშნე საზოგადოებრივი სტუდიის დამფუძნებელი ლევან იშიანძე იმყოფება ასევე ჩვენთან ერთად. ლევან, მადლობა რომ მონაწილეობ დღევანდელ ეთერში. აი, სასამართლო ახსენა გაბატონმა ელენე კროტენკომ, მეფხია კასრაძის მეუღლემ და დღესაც ვუსვამდით ხას, რომ ბოლო, აი მეტი რა უნდა მომხდარიყო, დაიხურა პროცესები, ხომ? რატომ? აი რეალურად, იმიტომ რომ საქმეები წავიდა ასეთია ყოველ შემთხვევაში, იმ ადამიანების დასკვნა, ვინც ამ პროცესს დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა და აშუქებდა და მედია ჩვენც ვართ მათ შორის, რომ როგორ ჩანს იყო სერიოზული, ვთქვათ, აი მოდის უბრალოდ რომ ვთქვათ, ხარვეზი მტკიცებულების შეგროვების ნაწილში და ეხა გუშინ რაც ითქვა მარტო გამომძიებლის მიერ, რომ აი ეს ჯგუფურობა არ იკვეთება და იქამდე ხომ ამის ვერც ერთ სახელის დადება ვერ ვნახეთ. 1-2 გამონაკლისის გარდა, ესეც რაღაც სერიოზულ კრახზე მიუთითებს ბრალდების, ხო? საიდან შეიძლება შეაგროვო ის, რაც ბუნებაში არ არსებობს. აი, რა სიტყვით თქვენ ამ სურათის გათვალისწინებით და სხვათა შორის ეს გადადებული განაჩენებიც გარკვეულწილად რაღაც სიგნალს იძლევა. ლევან, აი თქვენთვის რა ტიპის სიგნალს იძლევა ეს? მოგესალმებით. მადლობა პირველ რიგში სტუდიაში მოწვევისთვის. მივესალმები ყველა პატიმარს. მე ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ვარ იმ ძალიან ბევრ ადამიანს შორის, რომელსაც ასე ვთქვათ, პოლიტიკური აქტიურობა ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების შემდეგ დაიწყო და ბევრი ეს ძალიან საინტერესო ადამიანი გამოჩნდა, ესეთი რომელსაც ასე ვთქვათ, სრულიად ენთუზიაზმზე, ასე ვთქვათ, საქმიანობენ, რაღაცას აკეთებენ, პროექტებს ქმნიან, ეს საზოგადოებრივი სტუდია ამის ნაწილი არის და მიხარია, რომ ეს ადამიანები მათ შორის სატელევიზიო ეთერებშიც ხშირად ჩნდებიან, იმიტომ რომ მგონია, რომ სწორედ ესეთ ადამიანებზე და ესეთ ასე ვთქვათ, ენთუზიაზმზე გულწრფელ ადამიანებს შეუძლიათ გადამწყვეტი როლი შესრულება ამ რეჟიმის დამარცხებაში.
ხო, რაც შეეხება სასამართლოებს, პრინციპში, აქ ხო თუ შევხედავთ პროცესებს როგორ მიდის, ერთი ხაზია და ერთი სტილია, ყველა მსგავსი ტიპის რეჟიმის. ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ გვაქვს ფანჯარა მომავალში მსგავსი რეჟიმების და ეს არის ბელორუსი და რუსეთი. ერთ-ერთში იგივე ხდება და მსგავსი რეჟიმები უბრალოდ სხვანაირად ვერ მუშაობენ. ისინი კი რაღაც ხშირად გვესაუბრებიან, რომ ეს გამჭირვალობაზე და რაღაც სისულელეებზე, თუმცა მსგავსი რეჟიმები ვერ არსებობენ თავისუფალ მედიასთან, თავისუფალ სიტყვასთან და გამჭირვალობასთან ერთად. და რაც უფრო ასე ვთქვათ, დიდხანს დარჩება ეს რეჟიმი, მსგავსი დახურულობა, მსგავსი შეზღუდვები კიდევ უფრო მეტი დაემატება, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ იარსებებს ეს რეჟიმი, იმიტომ რომ ისინი დგანან ტყუილზე, ისინი დგანან სიცრუეზე, პროპაგანდაზე და მათ უნდა შეზღუდონ ყველაფერი, რათა ეს სიცრუე და პროპაგანდა არ გამომჟღავნდეს. შესაბამისად, ხო, სხვანაირად წარმოუდგენელია და უნდა ველოდოთ ამ ხრივ კიდევ და კიდევ უფრო მძიმე ნაბიჯებს, ისევ და ისევ პირდაპირ ფანჯარა გვაქვს მომავალში ბელორუსის და რუსეთის სახით. ხო, მათ შორის ახობაძის პროცესი ახსენეთ, რომელიც ერთი ყველაზე გამორჩეული ჩემთვის პირადად იმით, რომ გიორგი ჯერ ერთ ჩემი მეგობარი არის და ესეც გადადებულ განაჩენთა შორის არის, ხო? ხო, საერთოდ ერთი იმით არის გამორჩეული, რომ ზოგი აქციაზე დააკავეს და თითქოს იმ აქციაზე რაღაცას აშავებდნენ და გიორგი საერთოდ გააყოლენ და ნარკოტიკი ჩაუდეს და აი ყველაზე ისეთი მდაბიო პოლიციური არა მილიციური მეთოდით იმოქმედეს და კი ხო ერთის ხრივ რაღაცა თითქოს რაღაც თვითონ მოსამართლეების ნაწილში ამისი ცოტა მიჭირს დავიჯერო რომ თითქოს ზოგ მოსამართლეში რაღაც სინდისმა გაიღვიძა და რაღაცა ცდილობენ რომ თავი აირიდონ სანქციები თუ რაღაცა მე ცოტა მიჭირს ამის დაჯერება, თუმცა არ ვიცი, ნებისმიერ შემთხვევაში ეს მეტყველებს რა თქმა უნდა იმაზე რომ ისინი ცდილობენ რაღაცა ეს პროცესი ერთის ხრივ რაღაცა გაწელონ, რაღაცნაირად საზოგადოების ყურადღებიდან მოადუნონ, ასე ვთქვათ და მათი ამ პოლიტიკური თამაშების და ამ პროპაგანდის ნაწილია ეს ყველაფერი ჩემი აზრით. გაწელონ, თქვათ აი რა მიზნით, აი უფრო ნაკლებად აქტიურ სეზონში ვიღაც წერდა Facebook-ზე და ვერ ვიხსენებ ახლა და ბოდიში ამ ადამიანთან და ვიზიარებ ამას, რომ ჩემი აზრით თავიდან გამომდინარე თვლიან, რომ ეს მათთვის დამამცირებელი პროცესია და თითქოს ამით გვამცირებენ და ჩვენ პირიქით, ხო, ეს ადამიანები ჩვენთვის გმირები არიან და მათ შორის ჩემი აზრით, ეს ბრძოლა, ის რომ ეს სასამართლოები გრძელდება და ეს ყველაფერი გრძელდება, ეს მათთვის ბრძოლის საშუალებაა და პირიქით რა, ჩვენ ყველას გვაძლიერებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ისინი ამით რაღაცა თითქოს თვლიან, რომ დაგღლიან, რაღაც გაგვტეხენ და რაღაცა მოგვადუნებენ და რაღაცა უიმედობას გამოიწვევს ჩვენში ეს მუდმივი პროცესები და რაღაც მუდმივი მოლოდინი და ისა. თუმცა მე ვფიქრობ, პროცესები აჩვენებს და კიდევ მომავალი აჩვენებს, რომ პირიქით თითოეულ ჩვენგანს ეს პირიქით გვაძლიერებს და თითოეულ ამ პოლიტპატიმარის ესეთი დამოკიდებულ მათ მიმართ ესეთი ქცევა ჩვენთვის არის დამატებით мотиваცია, რომ ჩვენ არ გავჩერდეთ და ვერ გავჩერდებით ბუნებრივად, იმიტომ რომ ადამიანს თუ სინდისი აქვს და თუ რაღაც ღირსება აქვს და ამ ყველაფერს ხედავს, ხო, გაჩერება ძალიან ძნელია. კი ბატონო ლევან, დაგიბრუნდები აუცილებლად დიდი მადლობა შეფასებისთვის. ელენე, თქვენთან მინდა ისევ გადმოვიდე. თქვენ ახსენეთ, რომ ვერ უძლებთ მოწმეების ჩვენებას ადგილზე და სხვათა შორის ის რაზე არის საუბარი კიდე საერთოდ ცალკე საკითხი არის, მაგრამ ეხლა რაც ვნახეთ იგივე გუშინ გამომძიებელმა რაც თქვა, მე მგონი ეს მრავლის მთქმელი უნდა იყოს, მათ შორის და აი თქვენ რაზე გაქვთ აქცენტი, აი ვინ გინდათ რომ გაიგოს კიდევ უფრო რომ ეს ადამიანები უდანაშაულოები არიან. აი გაქვთ ამაზე მოთხოვნა როგორც ოჯახის წევრს, როგორც მეუღლეს, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მივიდეს ეს ხმა, რომ აი ნახეთ, მოდის განაჩენი ადამიანებს მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ და გამომძიებელი ამბობს, რომ აი მაგალითად ეს ჯგუფურობას ელემენტი არ ჩანს აი ამ პროცესში. აი რისთვის თქვა დაშორა ამდენი ხნის განმავლობაში ეს ამდენი ადამიანები, მაშინ როდესაც განაჩენებამდე მისულ საქმეში ბოლოს ასეთ შეფასებას იღებ გამომძიებლისგან, ხომ? რა ვერ შეგროვდა? რატომ ვერ შეგროვდა? ჩვენ ისეთი აბსურდის მოსმენა გვიწევს, როგორც მაგალითად 146,000 ლარის რაღაცა ნაგვის урна დაზიანდა 28-ში დაიწყო ნოემბერში 4 დეკემბრამდე წარმოუდგენელია. ახლა რა ვეფხიას საქმეში არის ეს? რაღაც სკამები დაზიანდა 21,000 ლარის სკამი დაზიანდა იქ რაღაც პარლამენტის შენობაში ხმის სისტემა იქ რაღაც ფარდები შეცვალეს, ეს ხო ძალიან აბსურდია. ჩემ მეუღლის საქმეში კიდე ეს ჩანაწერი, როდესაც მეუღლე მიკითხა, რომ მე ხო ვდგავარ, დიახ, ეს მე ვარ, მაგრამ როდის ვიდექი, ანუ ვერადასტურებენ, არ არის ელემენტალურად ექსპერტიზა. მონტაჟი არის გაკეთებული, სიტყვა მონტაჟი აკრძალული აქვს ექსპერტებს, აი ამბობენ, რომ რედაქტირებული არის, რადგან ტიტრი ადევს რაღაც ჩანაწერს, ეს არის რედაქტირებული, რედაქტირება არის მონტაჟის ნაწილი.
სიტყვა მონტაჟის თქმა აკრძალული აქვს. ხმის ავთენტურობა გაკეთებული არ არის. საერთოდ იქ ჩანაწერში ჩანს, რომ დაუშვათ ვეფხია დგას სხვა ადამიანებთან ერთად. არავინ არ არის გამოკითხული, ანუ აბსოლუტურად ეს უბრალოდ მეტყველებს იმაზე, რომ ეს ხელოვნურად მართა თეთრი ძაფით შეკერილი საქმეა და რაღაცა ეს ერთი რაღაც მომენტი დაჭირდათ იმისათვის, რომ უბრალოდ ბორკილები დაადეს ადამიანს და დასრულდა. საერთოდ აი სასაცილოც არის კომპეტენციაზე აქ საერთოდ აღარ არის საუბარი და ძალიან ცუდია რომ ტელევიზიები ახლა ტელევიზიისთვის არის აკრძალული. კრიტიკულ მომენტში არ არიან რადგან ელემენტალურად რადგანზე არიან, მაგრამ პასტა ფურცლით არიან და კარგად მაყურებელმა რომ გადაღება რადგან არ ხდება, ნაკლები ადამიანი იგებს. უბრალოდ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ აი Facebook-ის საშუალებით რაღაცა ვთქვათ, მაქსიმალურად საზოგადოებას რო ხვდებით, ვცდილობთ რომ მაქსიმალურად მაინც მივაწოდოთ ინფორმაცია თუ რა ხდება, ბევრი ვერ გებულობს. ჩვენ მუხრანში ვიყავით რამოდენიმე დღის წინ დავარიგეთ გაზეთები. იცის საზოგადოებამ რომ გამოვიდა ის პატიმრების წერილების გაზეთები და ძალიან კმაყოფილები ვიყავით იმით, რომ აი საზოგადოება გვიცნობს. და პოზიტიური იყო საკმაოდ, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის სიტუაცია რა ხდება და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ტელევიზიას უდიდესი როლი არის ამაში ყველაფერში და რა თქმა უნდა ეხლა ის ძალიან ცუდია რომ ეხლა ტელევიზია არ არის დარბაზში და აქედან გამომდინარე, მაგრამ ცხვენიათ, მე ვიცი ეს გამიზნულად იყო. ყოველ დღითი დღე აბსურდი თითქოს რაღაცა ძლიერდება რაღაცა ეს აბსურდი სცენები და ამიტომ აკრძალული მოიწყეს ასე კომფორტით. ფიქრობენ რომ პროკურატურამ და მოსამართლეებმა კომფორტი მოიწყეს, რადგან ასეთი აბსურდის ტირაჟირება რა თქმა უნდა არ აწყობს. მადლობა ელენე. თეონა, თქვენ რას უკავშირებთ აი გადადების საკითხს? უკვე ეს ერთი საქმე არ არის, ხო? არაერთ საქმეზე არის განაჩენის გამოცხადება გადადებული. ახლა ახობაძეზე დეტალურად ილაპარაკა ახობაძის საქმეზე ლევანმა. იქ თუ არ ვცდები ორჯერ არის უკვე, ხო, ორჯერ გადაიდო გამოცხადება. ახლა შეუძლებელია ეს იყოს შემთხვევით, იმიტომ რომ წინა საქმეებზე რამდენიმეზე უკვე დადგა განაჩენი, ხო, საკმაოდ ისეთ რეჟიმში წარიმართა პროცესი, ხო, აი დასკვნით ის სიტყვა ითქვა, გავიდა მოსამართლე სათათბიროთ და გამოიტანა განაჩენი და ეს გამოაცხადა. მაგრამ ახლა რაღაცა სხვა ტენდენცია, აი თქვენ გაქვთ რამე კითხვები ან ეჭვი ამაზე, თეონა? მხოლოდ ეჭვის დონეზე შეიძლება ალბათ ჩემი მხრიდან ამაზე მოსაზრება გამოითქვას, იმიტომ რომ ეს შეიძლება უკავშირდებოდეს უბრალოდ იმას, რომ ადამიანები კიდევ უფრო დაღალონ რაღაცა ნერვების ომი იყოს და კიდევ უფრო მეტი სტრესი მოუტანონ ამ პატიმრების გულშემატკივრებს და ზოგადად პროტესტში ჩართულ ადამიანებს. მეორეს მხრივ ეს შეიძლება იყოს რაღაცა გარკვეული არასტანდარტული მოქმედებების წინაპირობა და გამორიცხული ნამდვილად არაფერი არ არის. მე არ გამოვრიცხავ არანაირ მათ მოქმედებას, მით უმეტეს რომ ეხლა ძალიან არ მინდა რომ გამოვრიცხვა ძალიან მალე და გამორიცხული მართლაც არაფერი არ არის. თუმცა ჩვენ იმის ნაცვლად რომ ვთქვათ ვარკვიოთ რა შეიძლება მოველოდეთ ამ ხელისუფლებისგან, პარალელურად რა თქმა უნდა არ უნდა გავჩერდეთ და მუდმივად უნდა ვიმუშაოთ იმაზე რომ თითოეულმა ინდივიდმა ამ პროტესტში ჩართულმა სუბიექტმა, ეს იქნება პოლიტიკური პარტია, საინიციატივო ჯგუფი თუ ორგანიზაცია თუ ერთი აღებული ადამიანი, მაქსიმუმი გავაკეთოთ და ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი დავდოთ ამ პროტესტში რომ საბოლოოდ შედეგზე გავიდეთ. ქალბატონმა ელენე მახსენა სწორედ მუხრანში ამ რამდენიმე დღის წინ ჩვენი ჩასვლის შესახებ და მე მინდა რომ ვისარგებლო შემთხვევით და ზუსტად კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ აი ესეთი შეიძლება ითქვას ისტორიული მნიშვნელობის გაზეთი არის უკვე გამოცემული 2 ნომერი, სადაც პოლიტპატიმრების წერილები და მათი ოჯახის წევრების წერილებია და გზავნილები მოქალაქეებისადმი განთავსებული და 10,000-ობით ადამიანს ჩვენ
ჩვენ უკვე მივაწვდინეთ თავისუფლების ხმა ციხიდან რეგიონებში, თბილისში მუდმივად ვცდილობთ რომ რაც შეიძლება მეტ მოქალაქესთან მივიტანოთ ეს ემოცია და ის გზავნილები რაც მათ აქვთ, იმიტომ რომ საინფორმაციო ომში ვართ და პროპაგანდასთან ბრძოლის ნიაღვარი როდესაც მოედინება ამ დროს პირისპირ კომუნიკაცია და აი ესეთი მატერიალური სახით ინფორმაციის მიწოდება არის უმნიშვნელოვანესი. მათი ოჯახის წევრები არიან ჩართულნი აი ამ კამპანიაში და ჩვენ მზად ვართ იმისთვისაც რომ ყველა იმ მოქალაქეს რომელსაც სურვილი აქვს რომ აგვისტოში მაგალითად თავის სოფელში თუ აგარაკზე სადაც წავა თავის სამეზობლოში გააცნოს ეს წერილები და პატიმრებზე მოუყვეს რომ კარგად გაიგოს ყველამ ეს ადამიანები არიან პატრიოტები, ეს ადამიანები არიან სხვადასხვა პროფესიის, თავიანთი საქმის პროფესიონალები და ამ ციხეში მართლაც გამოკეტილები არიან უდანაშაულოდ, ამის მიტანა თითოეულ მოქალაქემდე არის მნიშვნელოვანი. ამაში ემიგრანტების როლიც ძალიან მნიშვნელოვანია. ერთგვარი სიმართლის გამავრცელებელი საზოგადოებასავით ვართ ჩართული და ლევანიც, ელენეც რამდენიმე გასწოდა ჩვენ ერთადაც ყოფილ ვართ და რეგიონებში ამ მიმართულებით მუშაობა ყველასთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს ამ პროტესტის ფარგლებში. მადლობა. ეხლა ლევანთან მინდა ბოლოს ისევ გადავიდე. ლევან, ჩვენ ვახსენეთ აი ეს გადადებული განაჩენები მაინც რაღაც დღეს იმდენი ბევრი დაემატა და ამიტომ რაღაცას შეიძლება ხო არ ვიცი შეიძლება არ არის ასე, მაგრამ მაინც ხომ გვაქვს უფლება რომ აი დავიტოვოთ რაღაც რაციონალური გადაწყვეტილების იმედი. ხო, ეს ხო რაციონალური გადაწყვეტილება იქნება ხელისუფლებისგან, რომ აი აჩვენოს რომ ხა ვიღაც ალბათ იტყვის რომ სასამართლო დამოუკიდებელიაო და რაშუაშია რომელიღაც კონკრეტული პირი, მაგრამ ჩვენი ყველა სტუმარი საუბრობს იმაზე და ასეთია დაკვირვება წლების რომ პოლიტიკური მნიშვნელობის საქმეებზე სასამართლო არის მიკერძოებული. ამაზე ლაპარაკობენ სწორედ პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და აი ამ სფეროს ექსპერტები და სპეციალისტები, ხომ? მაგრამ აი მაინც თუ შეიძლება მოჩანდეს რეალისტურად, აი ეხლა სრული სურათის გათვალისწინებით ხელისუფლების რაღაცნაირი რაციონალური ნაბიჯი, აი გინდა თქვა სხვა მექანიზმის გამოყენებით, ან გადაკვალიფიცირებით, ეს ხომ შესაძლებელია, თუნდაც იმ მტკიცებულებების არქონის საფუძველზე, რაზეც მუდმივად საუბრობენ სასამართლოს სივრცეში ადვოკატები და არა მხოლოდ. აი რა სიტყვით ამაზე ამ მოლოდინზე? ხო, პირველ რიგში ერთ დავამატებ ამ გადაღების აკრძალვაზე, ანუ ერთ-ერთი პლუს მიზეზი რატომაც ჩემი აზრით აკრძალეს ის იყო, რომ ანუ ამ კადრებში და ამ სასამართლოს კადრებში ანუ ზედმეტად მკაფიოდ ჩანდა ამ სცენაში ვინ იყო კეთილი გმირი და ვინ ბოროტი გმირი. აი ყოველგვარი კომენტარის გარეშე ამ მედიაზე სულ იმაშვებიან, რომ რაღაცა არაობიექტური, ანუ იმს არაფერი არ ჭირდებოდა იმ სასამართლოს კადრებს უკვე ასე ვთქვათ ხმაც რომ არ ჩაგერთო გასაგები იყო ვინ იყო იქ დადებითი პერსონაჟი და ვინ ნეგატიური. და რაც შეეხება ისო და ისო ამ გადაწყვეტილებებს მე სიმართლე გითხრათ მაგის არ მჯერა, იმიტომ რომ ეს რეჟიმი უკვე სრულად გადასულია, ასე ვთქვათ, კაციჭამია რეჟიმზე და ეხლა პირიქით უნდა აჩვენონ, რომ ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელი და ისინი არავის არ დაინდობენ და არ მგონია, რომ ამ გზას გადაუხვიონ. ერთადერთ პირიქით მგონია, რომ რაც შეიძლება ალბათ როდესაც გადაწყვეტილებას გამოიტანენ, საბოლოოდ იქნება ისევ აი რაღაც ყავილაშვილის მხრიდან, რომ აი მომართეთ და შეგიწყალებთ. ეს არის მათი თუმცა მას ისედაც შეუძლია შეწყალება მიმართვის გარეშე. არა, რა თქმა უნდა შეუძლია, მაგრამ მაგასაც არ მგონია, რომ იზამენ, იმიტომ რომ ხო რა ნაწილი გადაწყვეტილების გამოსულია და ეს რომ დომოდათ იზამდნენ, მაგრამ მაგასაც არ მჯერა, რომ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე თუ რაღაც გარიგებაში არ გაცვალეს ეს რაღაცა თავისი ნებით რო იზამენ, მე ამის არ მჯერა და მე მახსენდება მეც ჯერ კიდევ 2022 წელს რაღაცაზე რო დამაკავეს, მე მაშინ რაღაც ენთუზიაზმით ვიყავი ჩართული, რომ აი იმდენად უაზრო სიტუაციაში დამაკავეს, რომ აი როგორ ვერ უნდა დავუმტკიცო ეს ასე კადრები გქონდა ყველაფერი და მე მაშინ სხვა აქტივისტებს რო ვესაუბრებოდი, არა ვეუბნებოდი, რომ აი რა ფაქტები მაქვს და მე მათ ეცინებოდათ, ვისაც ეს ყველაფერი გამოვლილი ქონდათ, მაგრამ მე პირველი მქონდა ესეთ შეხება მაშინ და ნუ აი რაღაცნაირად მეც მოლოდინი მქონდა, რომ როგორ შეიძლება თეთრზე დაუჯერებლად გეჩვენებოდათ, რომ აი როგორ ვერ დავამტკიცებ, რომ ვარ იმიტომ კადრები მქონდა, როგორ დამაკავეს, აბსოლუტურად საპირისპიროს ყვებოდა ორი პოლიციელი და ნუ რაღაცა ყვებოდი თან ისეთ ყვილებს ამბობდნენ, რომელიც არ ჭირდებოდათ და ვეუბნებოდი მოსთან რა თითქოს ბანერი მეჭირა მაშინ და რაღაცა რომ ჭირო და ვიტყოდი, იმიტომ რომ რაღაცა ვთვლი რომ ბანერის გამო არ უნდა იჭერდნენ ხალხს. მაგრამ ნუ აი მაშინ იყო რომ საბოლოოდ მივხვდი რომ ანუ აქ რაღაცა სამართლის რაღაც მით უმეტეს ჩემი საქმე რა იყო, ერთ-ერთი რიგითი აქტივისტი ვიყავი და მით უმეტეს ესეთ გახმაურებულ საქმეებზე არ მჯერა რომ რაღაცა ადამიანის სახეს გამოაჩენენ, იმიტომ რომ არ მჯერა რომ ასეთ სახეს საერთოდ შეერჩათ მათ. მადლობა. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მე მინდა მართლა გულწრფელად დავიტოვო იმედი
რომ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების რაღაც ძალიან მცირე შესაძლო, მაგრამ მაინც არსებული პროცენტი უფრო რაციონალურად უყურებს ამ ვითარებას ვიდრე სხვები. მადლობა სამივე თქვენგანს, დაგემშვიდობებით. ელენე კროტენკო, ვეფხია კასრაძის მეუღლე, თეონა ჭალიძე და ლევან ნიშნიანიძე იყვნენ ჩვენი სტუდიის სტუმრები. ახლა გავალთ რეკლამაზე, რეკლამის შემდეგ უკვე